ესე იგი ეპიზოდი 14, ანუ მე-15 ეპიზოდი. Okay. Salam guys. ნოლიდან იცვლით? Yes, ნოლიდან. so fun. და სულ გვიჭირს ნომრის გახსენება ყოველდღეს. დღეს ხარ სტუმარი, კოტე. კოტე. ამჟამად მუშაობ OpenAI-ში. მაგრამ მინდა უთხრა მაყურებლებს, რომ ანუ OpenAI AI ML ტრანსფორმერები და ასე შემდეგ სამ გახდებოდა პოპულარული. ვიცი რომ უკვე დიდი ხნით ადრე მუშაობდი მოდელებზე AI ML სფეროში. და გაქვს გამოცდილება რაღაც self-driving კარებზე, როგორც მახსოვს Toyota, Embark trucks, stuff like that. და ანუ პირველი კითხვა ესეთი რაც მაინტერესებს არის, რომ ვიცი ეს ML-ი ძალიან დიდი თემაა, ძალიან დიდი pipeline-ებია, ამ data-ს მოპოვებიდან თვითონ inference-ის infra-მდე, ამდენივე შეიძლება გააკეთოს შუაში და რა არის ის პრობლემები, თქვათ, რაზეც ყველაზე ხშირად მუშაობ და ყველაზე მეტად გაინტერესებს რა. ანუ პირველად AI-სთან machine learning-ი არ ქვა მაშინ მუშაობა დავიწყე Toyota-ში. როცა ვაკეთებდით რობოტებს სახლისთვის და მანდ computer vision მოდელებზე მუშაობდით, ანუ თვითონ პრობლემები რაც იყო, ძალიან სხვანაირი პრობლემები იყო, ვიდრე დღეს რაც პრობლემები გაქვს. მაშინ პრობლემა იყო, როგორ მოაგროვო რაღაცა 100 კლასის data, რომელიც იქნება სახლში რაღაცა ჭიქა, Coca-Cola-ს, ქილა, შემდეგ, რაც შემო რობოტმა უნდა იცოდეს. დაუტრენინგო მაგაზე და მე გავუშვა სახში და ეს 100 რაღაცა იცის ძალიან კარგად და всё. და მაგის დატრენინგება შეგიძლია რაღაცა სამ კომპიუტერზე. დღესდღეობით პრობლემები არის სულ სხვანაირი და თვითონ ML-ს AI გადაერქვა და სულ სხვანაირი მოდელები გვაქვს, რომელსაც არ ჭირდება ეს 100 კლასზე დატრენინგება მაინც და მაინც, ანუ ChatGPT-ს ედოს voice mode კამერით რო ჩართო, ყველაფერი ესმის. ანუ პრობლემა გადაინაცვლა, ანუ რა თქმა უნდა research-ში ძალიან ბევრი პრობლემა არის და გრძელდება, მაგრამ ჩემი პერსპექტივიდან პრობლემა გადაინაცვლა უფრო ინფრასტრუქტურაზე და ანუ scaling როგორ ხდება ამისი რა, ანუ ბევრი წელია რა თქმა უნდა ეს მოდელები არსებობს და რობოტიკის კომპანიები იყენებენ ინდუსტრიაში, ქარხნებში, რავი, 1000 გამოყენება აქვს, მაგრამ მაინც იყო უფრო embedded აპლიკაციები რა, რომ რაღაცა კონკრეტულ რაღაცას აკეთებს და აკეთებს მაგას კარგად. და იმის შემდეგ რაც ანუ ყოველდღიურად რაც 500 მილიონი ადამიანი იყენებს რაღაც ტექნოლოგიას, მაგას სხვა ბევრი scaling challenge მოყვება. რაც აქამდე მაინც და მაინც მე ყოველ შემთხვევაში არ მქონია გამოცდილება მაგ პრობლემებთან. და საინტერესოა ახლა მაგაზე მუშაობა. Okay. იცი რა მაინტერესებს, ანუ ხშირად როცა საუბრობ ხალხთან, ვისაც research-ის background-იც აქვს რა. ძირითადად ეგეთ ტრენდს ვიჭერ, რომ აი რაც უკვე engineer-ებამდე მოდის, სხვადასხვა feature-ები რაც ემატება რა, LLM-ს, მაგალითად აი function calling-ი იყო ეგეთი. თითქოს ვისაც research-თან ქონია შეხება, ან უბრალოდ paper-ებს კითხულობს, ან რაღაცა პერიოდით ადრე იცის ხოლმე ეს ინფორმაცია რა, იმიტომ რომ სავარაუდოდ ეგეთი pipeline-ია, რომ ჯერ რაღაცებს კვლევა ხდება, ვიღაცები paper-ებს აქვეყნებენ და აიმპლემენტებენ და. ნუ აი ეგეთი კითხვა მაქვს, რომ აი ეს თქვათ attention is all you need paper რომელიც გამოვიდა ტრანსფორმერების რა. აი შენც როგორც researcher-ისთვის ეგ ამდენად იყო საერთოდ Horizon-ზე და აი ეს ზოგადად შენთვის ამდენად მოულოდნელი იყო. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო და ბევრისთვის რაც 2022-ში მოხდა. როცა ChatGPT-3 გამოვიდა. აი შენი რეაქცია და შემდეგ რომ უკვე ამაზე. ანუ მე researcher-ი არ ვარ, როლ რაღაცა ბოლო წლის განმავლობაში მოახერხა, რომ researcher-ების გვერდით მუშაობ სულ. ანუ Toyota-ში research-ი გავაკეთე 1-2 წელი, მაგრამ მე მივხვდი რომ ანუ უნდა წავიდე PhD და მასტერი გავაკეთო, ან გავაგრძელო ინჟინერია. და გავაგრძელე ინჟინერია და ანუ ამ მოდელების ტრეინინგის ინფრასტრუქტურის inference-ის, ანუ ამ ყველაფრის გავლით მუშაობდი researcher-ების გვერდით. იგივე გამოცდილება მქონდა Embark-ში, იგივე გამოცდილება მაქვს OpenAI-ში, იგივე გამოცდილება მქონდა ჩემ სტარტაპში რა, ანუ paper-ებს დიდად არ მივყვევი. მაგრამ ანუ თვითონ paper-ის გამოსვლა შეიძლება იმდენად big deal არ იყო. ამეც მე მაგის აპლიკაციები იყო. ან GPT-2, GPT-3-ის და open source-ება და მაგეთი გამოსვლა, ანუ რაღაც ძალიან ცუდად რო აკეთებდა რაღაცას რა, მაგრამ აი პატარა 10 წლებს რო ხედავ, რომ რაღაც პოტენციალი არის ამაში რა. ისე როგორც AlexNet-ი რო გამოვიდა და რაღაცა ციფრებს ანსხვავებდა მარტო ერთმანეთში რაღაცა კვადრატში და იმის მერე ამ self-driving მანქანები ყავს ახლა. მაგხრივ ანუ თან
ანუ სურპრიზი ის არის, რამდენად დასქელდა ეს ყველაფერი და რამდენად ადგება ჩვეულებრივ ადამიანს ყოველდღიურობაში. ის რომ პროგრესი მოხდა მაგის მერე რაღაც მხრივ მოსალოდნელი იყო. ნუ ამ პეიპერის გამოსვლა თავისთავად რევოლუციური იყო რაღაც მხრივ. იმიტომ რომ ML-ი რას ნიშნავდა და როგორ აკეთებდი ბევრად შეცვალა. რაც ვერტიკალურ რაღაცა პატარა პრობლემაზე აღარ ხარ ფიქსირებული, რაღაც ზოგადი მოდელი გაქვს, რომელიც ბევრს აკეთებს. ესე ანუ ეს common pattern-ი არის თითქოს, რომ ანუ უმრავლესობა ხალხის, ვინც ეხა ვთქვათ, large language მოდელებზე მუშაობს, მანამდე ვთქვათ, ძირითად შემთხვევაში self-learning ქარებზე მუშაობდა რა, იმიტომ რომ ალბათ AI ინდუსტრიაში ყველაზე დიდი თემები ესენი არის, ხო? It's the next hot thing, ხო? ხო, ანუ self-learning-ში მუშაობდი ემბარკში, ანუ ჩვენ კომპანია რაღაც ძალიან გაიზარდა, მე გაიყიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ არის რაღაცა ერთი გამარჯვებული Waymo და სხვა არ არის არავინ თითქოს. ეგრესე დამთავრდა. იმედია რაღაც შემდეგი wave-ი ეგრე არ დამთავრდება მთლად და რამდენიმე გამარჯვებული იქნება. და თვითონ self-driving zero თავისუფლად ხალხი ანუ უფრო მანამდე სახე გიომას რო თქვა რა რომ ანუ მანამდე მაგაზე მუშაობდნენ უფრო რაღაცა AI ინჟინერი ხალხია და ანუ შეგიძლია რაღაცნაირად განსხვავება დაგვანა ხო იმიტომ რომ ხა LLM-ი ყოველას გვესმის რა არის ანუ და მეტაკლებად AI behind LLM რაღაც მომენტში გვესმის რა ანუ market ანუ რაღაცნაირად განსხვავება რო დავანახოთ ახლა მსმენელებსაც და ჩვენს რა ანუ ხო LLM-ი არის ტრანსფორმ მოდელი ხო ანუ მაგას მოყვება ყველაფერი სხვა დანარჩენი self-driving-ში ანუ ბევრი სხვა პრობლემა გადასაჭრელი და ძალიან სწრაფად რა ანუ მანქანა რომ მიდის ანუ რაღაც freeway-ზე და 60 კმ/სთ სიჩქარით 40 ტონიანი ტრეილერი მიაქვს თუ თვითონ რაღაცა დიდ სიწონის ანუ თითოაც millisecond არ ვიცი როგორ არის ანუ millisecond-ს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ხო ანუ მან latency-ზე გაქვს ძალიან ბევრი LLM-ს ვერ გაუშვნა მან რა ანუ VLM-ს რო აი ხო აქაბა რა ხდება და რა გავაკეთოთ როცა 3 წამში იურნეს პასუხს ანუ მან ბევრად უფრო ვიწრო მოდელები გაქვს მოდელი გაქვს რომელიც სეგმენტაციას აკეთებს გზაზე რა მანქანა არის სად არის თვაზე ხაზი რომელსაც არ უნდა გადაკვეთო ხე სად არის და რაღაცა ცალკე მოდელი გაქვს რომელიც აკეთებს რამდენად შორს არის შენ რაღაცეები ცალკე ლაიარის მოდელი გაქვს ცალკე behavior მოდელი გაქვს მაგრამ ყველაფერს fusion-ი ხდება რაღაც კონტროლერში და კონტროლერმა რაღაცა რომ მოდი ტორმუს დააჭირე რაღაც 30%-ით უფრო მეტად და ამ ყველაფერის ანუ სისტემების ინჟინერია რა რომ ყველაფერი სწრაფად ხდებოდეს ანუ თვითონ მანქანაში სენსორი კონტექსტ როგორ არის დაკავშირებული, რა კაბელს იყენები, ის კაბელი რო ფუჭდება, მე რა ხდება, გზაზე თუ გაგიფუჭდა ეს კაბელი და ანუ კაბელი ფუჭდება სულ. ბევრი უფრო სხვანაირი არის safety engineering და ანუ ბევრი სხვა პრობლემა გექნება, ვიდრე რომელიც არ გექნება, როდესაც LLM-ს ატრენინგებ, მაგრამ როდესაც LLM-ს ატრენინგებ და დიდ LLM-ს ატრენინგებ, მანდაც სხვა პრობლემა გექნება, როდესაც არის 10000 GPU-ზე, ანუ XAI-ი დატრენინგებს 25000 GPU-ზე გროგი, ხო? ანუ მანდაც ფუჭდება კაბელი რა, და ანუ რას აკეთებ მაგ შემთხვევაში, როცა ანუ ვეღარ უკავშირდება ამ GPU-ს რა. შენი სისტემა როგორ like how do you fail gracefully, you know? And how do you recover? და ეს თვითონ ან self-driving-ის დროს ეს მოდელები თვითონ ამ device-ს რო დავარქვათ მანქანას, ანუ ლოკალურად იქვე არის გაშვებული თუ რაღაც network-თან აკავშირი თუ კი, ლოკალურად არის გაშვებული, იმიტომ რომ სხვანაირად latency, ანუ 5G-ით რო კონდეს, 5G შეიძლება დაგეკარგოს რა. რაღაცა, ანუ ჩვენ მაგალითად ბოლოს რაუთს ვაკეთებდით demo routes, ტუნელში გადიოდა. და ანუ ჩვენი მთელი ტელემეტრიკის სისტემა, რაც გვიგზავნიდა დატას უკან, ანუ stream-ებს, live-ში, ყველაფერს არ მუშაობს ტუნელში რა. Okay. ანუ ტუნელში ვერ უნდა გაიარო. არა, სისტემა ისე არის, რომ ინტერნეტის გარშე შეუძლია გაგრძელოს და ყველაფერი ხდება ლოკალურად. ამიტომ ყველა self-driving მანქანაში არის რაღაცა $20,000 GPU სერვერი, რომელიც ამ ყველაფერს ლოკალურად უშვებს. რა თქმა უნდა, კავშირი აქვს რაღაც 5G-ით სერვისთან რა, რაც ყველა ვიღაცა უყურებს შეიძლება, მაგრამ ყველა გადაწყვეტილება იდეაში ლოკალურად უნდა მიიღო. იმიტომ რომ network-ის გარანტიას თუ დადებ მაგას თუ შენი network-ი გაქვს, maybe, მაგრამ
შეიძლება უცებ წავიდეს ნეტვორკი. საქართველოს რო იყოს ეგეთ self-driving ქარები და მარტო გორამდე რომ იყავ, გორის გვირავით მე უნდა გადაჭიდე და იგივე შეიძლება გაიგზავნო ტარეო. საქართველოს სხვა შორის უკვე ყველაზე კარგი ინტერნეტი დაფარვა არის მე მგონი. მაგრამ მაინც მე უნაკლებად მექნებოდა იმის safety ბნობა რომ ჩავჯდა მანქანაში რომელიც ინტერნეტზე არის დამოკიდებული რა. სხვა შორის გესუსმენდი Windsurf-ის CEO-ს ინტერვიუ იყო მეგონი Vice-ისთან და მაგას ამბობდა რომ მანამდე მეგონი self-driving-ში მუშაობდა ეგეც და self-driving-ში ხო evali ბევრად eval-ს ეძახიან, როცა evaluation-ს უკეთებ მოდელს რა. ჩვენ უმარტავთ ხოლმე მაყურებელსთან ყველაფერს რა. ხო და რა თქმა უნდა self-driving-ში ძალიან ბევრ eval-ს აკეთებ და LLM-ს რო გავუშვებ, თქვათ the worst that can happen თქვათ დაწერა არასწორი კოდი თქვათ, მაგრამ რადგან ეს გამოცდილება მქონდა ამ eval-ისო ეს ჩვენი ის იყო რა strength-ია რომ ჩვენი code ID-ს უკეთეს eval-ს ვაკეთებდით რა უკეთ და უკეთეს კოდს ვაგენერებდით. ბიჭო ხო მე მგონი eval-ების მნიშვნელობა უფრო დიდი არის ვიდრე იყო აქამდე, იმიტომ რომ computer vision მოდელი რო fail-დება, რაღაცა ვერ ხედავს რაღაცას რა და ამ ძალიან აშკარა არის რომ რაღაცა 3 მეტრში სხვა მანქანა ვერ დაინახა რა და ოკეი რაღაც ჭრდილში მანქანის უფრო მეტი ფოტო გჭირდება რომ დავატრენინგოთ და LLM-ის failure mode ეგეთი აშკარა არ არის რა შენ story რაღაცა დაგეწერა მე არასწორი კარგი eval-ი ძალიან მნიშვნელოვანია მაგისთვის რომ დაიჭირო ეგენი სანამ გავუშვებ რა იმიტომ რომ მაგის დეტექცია მე რა არის სწორი და არასწორი ცოტა სუბიექტური არის რაღაც ხო მოდელის ხასიათზე რომელიც დაით რაღაცებს ვერც მანქანებზე ერთსაც უკითხავ და მე სხვა შეგვიძლია ვიკითხო. ხო, ჩამოინტერესებს, რაღაც ამ ბოლოს რაღაცა დაინტერესებული ვიყავი რაღაც ჰეკინგის მიმართულებით მანქანებზე რა. და აი ესეთ кейს თუ გქონიათ პრაქტიკაში, რომ თქვა ვიღაცებმა, რაღაცა ჰეკერ ტიპებმა, რაღაცა შეესაბამება რომ დაეჰაკათ დივაისები რა. დივაისებში მანქანებს გულისხმობ რა self-driving-ის დროს და რაღაცა კონტროლი აიღოთ ან ამეგეთი. ან ალბათ ეგ მიმართულება ცალკე არის ხო, safety security-ის მიმართულება თვითონ პროცესში. ხო, ჩვეულებრივ network security გაქვს, მანქანა არის სერვერი წარმოიდგინე, რომელიც დაკავშირებული არის სამყაროს 5G ანტენით. IP მისამართი აქვს, რომლიდანაც გადის ინფორმაცია, ხო? ასე რომ ჩვეულებრივი რაც security პროტოკოლი გექნება სერვერზე, იგივე პროტოკოლს მივყვებოდით მანქანებზე, authenticate, zero trust-ი, ასე შემდეგ. ჩვენ არ გვქონდა შემთხვევა, რომ ეცადა ჩვენი მანქანები დახაკვა. მაგრამ ვიღაც რისკის გათვალისწინების მხრივ ქონდა ის რომ შეიძლება ვიღაცა მანქანას თუ დაეპატრონა ვიღაცა რა და ჩვენი კოდი მანდარი რა ხდება და აენკრიპტებ დრაივებს და მე ესეთ ჩვეულებრივ security-ის მივყვები როგორც ყველა სხვა შემთხვევაში რა არაფერი განსაკუთრებული მაგ ხრივ არ არის პროცესი შანსი არის რომ სადაც მანქანა მიდის სადაც უდაბნოში და იქნება ვიღაცა მოიტაცოს და ცოტა მაგას უნდა ვიფიქრო რა ოკეი მე მაინტერესებს ეგეთ რთულ ტექნიკური solution-იც არის რომ self-driving car-ი, იმიტომ რომ მანდ რამე ცუდად წავიდეს, გზაზე რო გავუშვებ, ეხლა outcome-ი შეიძლება იყოს კატასტროფული, ხო? ანუ ტესტირებისთვის რა მიდგომებს იყენებდით საერთოდ? აი რაღაც დარწმუნებული unit ტესტები არ იყო თქვენი ეს ან რაღაც კომპლექსური flow-ები იქნებოდა და აი ზოგადი მიდგომა რა არის ეგეთ სფეროში რომ როგორ შეიძლება დავტესტო მართლა რომ გავუშვა ეს მანქანა უსაფრთხოა თუ არა? End-to-end testებს წერთ, ანუ ეგეთ კითხავს დავსვა ახლა. კი, მიდგომა არის რომ რაც შეიძლება ადრე დაიჭირო რაღაცა შეიძლება იაფად. unit test-ი დაწერა ყველაზე იაფი არის, end-to-end test-ი დაწერა შემდეგი ყველაზე იაფი. მე ალბათ წახვიდე და რაღაცა აეროპორტში ან სან-ფრანცისკოს გარშემო არის რაღაც ძველი აეროპორტები რომელსაც იყენებენ self-driving ტესტირებისთვის რა, დახაზულია გზები ჩვეულებრივად და რაც გინდა ქენი, არავინ არ არის შენ გარდა რა. მან ტესტა, მე გზაზე გადიხარ საბოლოო ჯამში, მაგრამ იტერაციები არის. ყველა სიმულაციას ვიყენებდით ძალიან ბევრს რაღაცა. დატა უკვე ჩაწერილი გაქვს და ვთქვათ, როგორ იქცევა სისტემა რაღაც ცვლილების შემდეგ და ბევრ სიმულაციას ვუშვებ ძალიან. რაც შეიძლება development-ом ახლოს რომ დაიჭირო გადაცემები რა, როდესაც უკვე გზაზე გაყავს, მან ჯერ ერთი თავისთავად ფულს ხარჯო, რომ გზაზე გაიყავს, მძღოლს უხდი ფულს, დიზელის ფულს ხარჯო, მაგრამ პოტენციური ფასი რაც შეიძლება იყოს, მან შეცდომის რა, ბევრ უფრო დიდი არის. თუ რაღაც მსხვერპლი გამოიწვია, ან ვიღაცა დაშავდა, ხო, არა, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებოდით მაგას რა, თავიდანვე, როდესაც ძალიან პატარა კომპანია ვიყავით, იმიტომ რომ, რავი, ჯერ ესეთი კომპანია საადვორებს ეგ.
Uber-ის მაგალითზე რო ვთქვათ რა. ან Cruise-ის მაგალითზე. მეორე კიდე რავი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის და ეგეთი რაღაცის საზოგადო სივრცეში გატანა და უნდა გათვალისწინებული ქონდეს ეს პასუხისმგებლობა. Okay. Cool. მე მაინტერესებს სანამ self-driving-ზე ვარ, გადაკვეთა ხო არ ქონია George Hodge-თან, AI-ის რო აკეთებდა თავის პონჩზე და ის. არა, მაგრამ საინტერესო მიდგომა არის self-driving-ზე. ლეგენდა კაცია. ანუ end-to-end driving could work, მაგრამ არ ვიცი მაგას როგორ ახსნი, როგორ მუშაობს, ვერ ახსნი, it's a black box. So, certificate-ზე რაღაცა, ანუ აი Google-ის სისტემებით დათმობილი ვარ რაღაც მხრივ ახსნადი არის როგორ მუშაობს. და end-to-end driving-ი AI მე მგონი თლად ახსნადი ვერ არის. რატო ქნა რაღაცა იცი. Image in action out. მსმენელობის ვინც არის ის George Hodge-ია ერთი რაღაც ცნობილი თან იუთუბერი პროგრამისტი რომელმაც პირველად და jailbreak iPhone-ით რაღაც ეგეთი თუ PlayStation-ი და მერე მოხდა თავისი სტარტაპი AI რომელიც რაღაც ესეთ ყურს ყიდულო შენ მანქანაში ჩადევ და всё თავისი დადის რა. და ჯერჯერობით ვერ დადის თავისთ, მაგრამ cool idea იყო რა. Cool idea არის ნამდვილად. I'm curious Android-ის ტელეფონს ყიდულობ просто. Android-ის ტელეფონს კიდევ რაღაცა სარკის ქვემოთ, უკანა ხედვის სარკის ქვემოთ და აერთებ მანქანაში CAN-ბასში და всё. Okay. ხო და Android-ის ტელეფონს რავი არ ვიცი მე არ ვენდო მაინც. ტელეფონი არის. But it's a cool idea. It's a cool idea. Consumer product, ხო ეგეთი თემა არის. ხო, no. Clearly GPU-ები არის ან self-driving car-ებში, ხო? ანუ ეგ comparison-ი არის, რომ ანუ ან ტელეფონი, ან მაგალითად ყო Tesla-ში შეიძლება აყენია რაღაც full scale GPU, რომელიც ამ inference აკეთებს in real time, ხო? ყო Tesla-ს თავისი მანქანის სუპერკომპიუტერი აქვს თუ რაღაცა ეგეთი და ალბათ ორია, იმიტომ რომ ერთი რო გაფუჭდეს მე რა ხდება. მაგიტო შეგიძლია რომ თამაშები ითამაშო Tesla-ს მონიტორზე GPU ვაგანო. ხო, ანუ კი, ყველაფერი მანქანაში უნდა იყოს, ანუ სხვანაირად, რავი, ძალიან ნელი არის network-ი რა, რინდან სწრაფი და reliable, რომ მაგაზე დააფუძნო safety critical decision. გავჩერდი აქ თუ არ გავჩერდნენ. კიდე საინტერესო მომენტია ამ self-driving-ზე რომ მუშაობდით, რაღაც რეგულაციები ხო რაღაც დარწმუნებული ვარ, როდის შეიძლება გაუშვა მანქანა და ანუ როგორ ამტკიცებ რომ შემიძლია გაუშვა, რამე benchmark ტესტებია თუ როგორი სიტუაცია მაქვს ხე? Smart-ად რო გითხრა, არ ვიცი. ერთი ვიცი ის რომ ანუ მე მგონი ჩვენს ეცელური არაფერი არ გჭირდებოდა იმ მხრივ რომ ანუ მძღოლი ყავდა ჩვენს მანქანაში რომელსაც ანუ ხელები ესე ქონდა საჭეზე. ანუ რამე რო იყოს მზად არის რომ გადაიბაროს მართლა რა. და ეხლა ანუ სულ მძღოლის გარშე რო უშავენ მაგას ხო ანუ შეუძლებელი ნებართვები არის და ნებართვებში რა ანუ Waymo-ს რო ნებართვა აქ არ ვიცი ანუ რის საფუძველზე აქვს მაგრამ ალბათ ხო რაღაცა მილები უნდა კონდეს გავლილი ინციდენტები არ უნდა კონდეს რაღაც მეტრიკები იქნება სავარაუდოდ და სახელმწიფო აქვეყნებს მაგას ანუ და ნელ-ნელა Waymo უფრო დიდ არეალზე გადის სან-ფრანცისკოში მალე აეროპორტში წავედა საქართველოში რო ჩამოყავს ეგეთი დაუნტრეული self-driving მანქანა და ვიდეო კარტა რო აქვს ფოტოში ამოუღეს ვიდეო კარტა კატალიზატორის მერე ვიდეო კარტას ვეკპარავენ ხო GTX რაღაცას რო ეძებ კაი ეგ რო იცოდეს ვიღაცამ ტესლა რო ჩამოყავს შევა ამოგაწყობა მეტად აი აუცილებლად guarantee ეხლა ნელ-ნელა მოდი გადავიდეთ მეორე ტოპიკზე რომელიც გვაინტერესებს იდეაში კოტეო შენ იყავი Komodo AI-ის co-founder-ი და პირველ რიგში ორი სიტყვით რომ მოგვიყვე ამ სტარტაპზე თვითონ ასე ვთქვათ პროდუქტი რა იყო და ხო მე დანარჩენ კითხვებს ნელ-ნელა დაგაყრით სტარტაპზეც ხო Komodo იყო რაღაცა დაბლოება ჩემი გამოცდილების ემბარკში და Toyota-ში ჩემი და ჩემი co-founders ემბარკში მუშაობთ ერთად ბევრი წელი და ეგ research-ის მხარეს იყო მე ინფრასტრუქტურის მხარეს ვიყავი და ანუ ერთად ბევრი სისტემა ყო გაკეთებული რომელიც research-ებს ეხმარებოდა ამ მოდელების ტრეინინგში მაგ დროს inference-ზე დიდად არავინ არ ამ cloud-ში inference-ი რაღაც ცოტა ისეთი იყო data science-ისთვის შეიძლება რაღაცები
და ანუ ყველა წლის განმავლობაში ანუ რაც კომპანიებს არ ქონდათ რაღაცა თული, რომ მარტივად გაეკეთებინათ ექსპერიმენტები რა, ანუ GPU-ს დასწრება და ინსტანსის ჩართვა Amazon-ზე, დეპენდენტ დაყენება რაღაცა, короче, ანუ კივილი იყო რა და ძალიან ბევრი დრო მიდიოდა ამაში. ჩვენი ესე თქვა იდეა იყო, რომ ეს ყველაფერი გავხდა ძალიან მარტივი რა და ანუ ტრეინინგ ჯობების გაშვება, პარალელურ ტრეინინგ ჯობების გაშვებაცა multi-node, multi-GPU და მე ინფერენსი გავუკეთებინა ძალიან მარტივი. და რაცა multi-cloud setup-ში რომ შენ თვითონ შენი GPU კონდეს, თვითონ რაღაც Hersner-ისგან ქირავ ან Amazon-ისგან, ერთი API გაქვს, რომ ნებისმიერ GPU-ზე გაუშვა რაღაცა. და რაცა თვითონ ინტეგრაციაზე დრო არ ხარჯა. იყო ჩვენი პროდუქტი. Okay, so არის ეს ანუ can you call it Heroku for AI models? კი ბატონო. Or yeah, okay. კი, So ანუ დღევანდელ AI თემაში მე რაც მაგონდება არის თქო replicate, რომელიც ნებისმიერ open source model-ზე გაძლევს, შეიძლება რაღაც fine tuning და გაძლევს API-ს. I'm going to weights and biases არის რაღაც მსგავსი. replicate უფრო ჩვენი კონკურენტი იყო. Weights and biases ნაკლებად მდგრადობრო ექსპერიმენტების ტრეკინგში არის. მაგრამ იგენიც რაღაც ანუ ბოლო 2 წლის განმავლობაში ანუ ყველამ რაღაცა ერთი ფეხი ამ ინფერენსში ჩადგა რაღაც ხრივ. Lambda Labs-ი რო cloud-ი იყო, მაგათ აქვს chat Lambda Labs. ეხლა რაღაცა ანუ open source models უშუალოდ because why not? So ბევრი ანუ მაგიტო იყო სტრანის სფერო მაგაში რაღაც გასაკეთებლად, იმიტომ რომ უცებ ძალიან ბევრი ადამიანი შევარდა ამ სფეროში. და თვითონ სფეროც შეიცვალა, ანუ აქამდე თუ რაღაცა თუ ყველა კომპანია ატრენინგებდა თავის მოდელს, იმიტომ რომ proprietary რაც მოდელი იყო, სადროინგს აკეთებდნენ რობოტიკას, ეხლა ძალიან ბევრი სტარტაპი გადავიდა LLM API-ების დაკოლვაში. შენი მოდელის დატრენინგება დიდი ხანი აღარ გჭირდება. So საინტერესო სფერო. მე მქონდა იდეაში ესეთი კითხვა რა, ცოტა ისეთ ჩავშალოთ რა. ანუ ჩემი და ეხლა ჩვენი ბექგრაუნდი აქ ვინც ვართ არის ძირითადად software engineering. და ნუ ეხლა უკვე რაღაცა AI-ში ვცდილობთ რომ რაღაც solution-ები დავდოთ. და აი ეხლა ინტუიტიურად ის რომ წარმოვიდგინოთ deployment რა ჩემთვის. რაღაც backend-ის გასაგებია, ვხვდები რაღაც სერვისს, აუშვებს, რაღაც დავსტარტავ, რაღაცა მე მივწოდებ რა. და აი ეს ინფრასტრუქტურის ნაწილში თვითონ deployment-ი ვთქვა, ან ტრეინინგი თვითონ მოდელის, ან deployment-ი და ასე შემდეგ რა. შეგვიძლია რაღაცნაირად განვასხვაოთ, ანუ რამდენად გავსია სტანდარტული backend აპლიკაციის infra deployment-თან და რამდენად განსხვავებული რა. ანუ ის რო შენ რაღაცა ლამა გაუშვი სერვერზე და post request აგზავნი და პასუხი მოგდის იგივეა. ის რო ლამა რო გაუშვა დიდი მოდელი რაღაცა 16 GPU გჭირდება და ეს 16 GPU შეიძლება ერთ virtual machine-ზე არ კონდეს, ეგ განსხვავებულია რა. ანუ მაგის კოორდინაციაში არის მთელი კომპლექსიტი ესე ვთქვათ რა. ან ტრეინინგის დროს როცა ანუ რაღაც fine tuning-ებ რაღაცა პატარა მოდელს შენ ლეპტოპზე ან შენ კომპიუტერზე ყველაფერი აქ არის რა. ან ბევრი პრობლემა რომელიც იქნება scale-ზე, როდესაც 1000 GPU გაქვს. ეგეთი ერთმანეთს როგორ აკეთებენ კომუნიკაციას, მაგათი scheduling-ი როგორ ხდება, ერთი რო გადაიწვოს რა ხდება. მაგ ყველაფერში მოდის სირთულე რა. ასე რომ ანუ როდესაც შენ ამბობ გაშვებას machine more or less მარტივი არის გაუშვა რა, თუნდაც ძალიან დიდი მოდელი არის, ანუ არის framework-ები, რომელიც რაღაც ანუ რა ქვია, მაგრამ რომელიც დაგეხმარება მოდელის გაშვებაში რა, მაგრამ ტრეინინგის მხრივ მან ბევრი საჩუქრო რაღაცა არის თქოთ რა, რომელიც 1 და 2 GPU-ზე არ იგრძნობა. შეიძლება 100-ზე არ იგრძნობოდეს რა, მაგრამ 10,000-ზე ძალიან იგრძნობა. დროაც იმ scale-ზე უკვე რაღაც შანსი რომ ანუ ამ მას დაუბრუნდები ისე რა, მაგრამ ანუ შანსი რომ კაბელი გადაიწვას მაგის ალბათობა იზრდება, რაც უფრო მეტი კაბელი გაქვს რა. და ეს ხდება ყველაფერში რა. ანუ ყველა რა შევა everything that can go wrong will go wrong რა. რაღაც დროის განმავლობაში. და მაგ ყველაფერში მოდის სირთულე. ასე რომ deployment-ში იგივე არის, ტრეინინგში და deployment-ამდე მისვლაში, ან თუ deployment-ს აკეთებ ძალიან დიდი მოდელის, ძალიან დიდ scale-ზე, და არ გინდა რომ ძალიან ბევრი ფული დახარჯო და ცოტა ოპტიმიზირებულად გაუშვა, მან მოდის ბევრი პატარა რაღაცა, რომელიც განსხვავებული არის. პროსტა რაღაც Heroku-ზე აპლიკაციის გაშვების. Okay.
მე მაქვს ესეთი კითხვა, მოკლედ ახლა ეს კომოდორო ძალიან გაამარტივა ეგ საქმე. რა თქმა უნდა, რაღაც დათმობაზე წასვლა მოგიწევდათ. აი, როგორც ჰეროკუს შევადარეთ, კი ჰეროკუ ძალიან მარტივია, ერთი კომანდით შეგიძლია რაღაც ბექენდ დაადეფო, მაგრამ Nginx-ის კონფიგსაც ვერ შეცვლი, რო გინდოდეს რა, იმდენად high level abstraction-ია და თქვენთან როგორ იყო, ანუ ეგეთ დათმობებზე მოგიწიათ თქვენ წასვლა თუ შედარებით მაქსიმალურად კონფიგურებადი იყო თქვენი სისტემა? ხო. ჩვენ უფრო მაქსიმალურად კონფიგურაციის მხარეს მივდიოდით, ანუ ყველა კონკრეტული სახლი დაუწყებული ვაქვს ხლა რა, ძალიან ხანი ამაზე არ ვფიქრია, მაგრამ ანუ ერთი კონკრეტი არის, რომელიც უფრო consumer focused რა, რომ აი ტიპი რომელიც ჰობიისტი ტიპი არის და რაღაცა პროსტა თამაშობს რაღაცას, მაგისთვის იყო რა, რომელიც იყო ძალიან მარტივი გამოსაღებებელი. ჩვენ უფრო გირინგი გქონდა ანუ ინჟინერებისთვის და კომპანიებისთვის, რომელსაც რაღაცა ძალიან custom-ის გაკეთება უნდათ. აპლიკაციის დონეზე რა, მაგრამ ინფრასტრუქტურის დონეზე scheduling როგორ მოხდებოდა ინტერკომუნიკაცია მანქანებს შორის და რაღაცა მაგას ვაკეთებდი ჩვენ რა და დალშე თქვა ავტოსკეილინგი როგორ ხდებოდა რა რაუტინგი როგორ ხდებოდა მაგას ასე თქვა მოხმარებელს უტოვებდით ჩვენ და ფოკუსი უფრო ანუ ინჟინერებზე ქონდა ვიდრე ჰობიისტებზე ეს ანუ ახლა შეიძლება წახსენე რომ აი მაგალითად როცა ძალიან დიდ ტრეინინგს აკეთებ ან თუნდაც inference ხო ესე გამოდის რომ ფაქტიურად ეს ყველაფერი დისტრიბუციულ სისტემაში ხდება რა თქო აქამდე როცა ამაზე ვფიქრობდი ყოველთვის მეგონა რომ ეს ერთ device-ზე ხდებოდა which doesn't make any sense მაგრამ ხო ანუ sometimes ზოგჯერ თქვა რაღაც obvious რომ მე მივხვდე და ანუ ეს აი ეს რა აი ეს თქვა აი უდა ანუ NVIDIA გთავაზობს რაღაც SDK-ს ან რაღაც გზებს რომ ეს პრობლემა მოაგვარო თუ ყველა კომპანია ვინც თავის ძალიან დიდ ეს გრანდიოზულ მოდელებს ატრენინგებს თავის რაღაც in-house solution-ები აქვს იმისთვის რომ ეს პრობლემა მოაგვარო რა redundancy-ს და ასე შემდეგ. გავი ალბათ ორივე. ანუ NVIDIA ჩვენ მაგალითად ჩვენ სტარტაპში NVIDIA-ს თულებს და PyTorch და open source მარობდით ძალიან მრავლად. და ჩვენ რაღაცებს ვამატებთ როცა გჭირდებოდა. ორი კაცი ვიყავით. ანუ 10 კაცი რო ყოფილიყავით, შეიძლება რაღაცა უკეთესი გვექნან. მაგრამ ანუ დასაწყებად კარგი თულები არსებობს open source-ში. ანუ მაგალითად აი PyTorch-ის out of the box support-ს რო რაღაც GPU-ს კლასტერზე იმუშაო, რომელიც შედგება რაღაც 1000 GPU. ხო, PyTorch-ს აქვს რაღაც ანუ დიდი ქვია distributed NN თუ რაღაცა library, რომელსაც როცა მისცემ IP მისამართებს. უკვე მე თვითონ იცით რომ ეს ნოდები არსებობს რა, მაგრამ ჩვენ ამ IP მისამართების მისვლაში ვაგეთებდით რაღაცებს რა, რომ ეს IP მისამართები არსებობდეს, ერთდროულად არსებობდეს, სწრაფად იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული, რაღაც კონკრეტულ რეგიონში chain data არის და ასე შემდეგ. ანუ მანქანაზე ძალიან ცოტა რაღაცა ხდება რა, ანუ просто GPU რო აიღო რა, რამდენიც აქვს მეხსიერება VRAM GPU-ს. ან თვითონ მანქანაზე გახსნა 8 როგორც წესი. ანუ 8 არ ყოფნის. რაღაც ლამასე ყველაზე ბოლო ყველაზე დიდი მოდელი რო არისო, რამდენი GPU სჭირდება მაგას, მაგის გამომდინარე შევა, ანუ просто inference-ისთვის დაგჭირდეს რამდენიმე მანქანა. Okay, ანუ როცა შენ სამ რაღაც მაგალითად neural networks აღწერ PyTorch-ში, თვითონ PyTorch-ში რაღაცნაირად ან ლეიერებად ან სხვა კლასტერებად ისე ყოფს ამას, რომ სხვა მანქანებზე გაუშვას და რაღაც პროტოკოლი აქვს, რომელთაც შეუძლია რომ კომუნიკაცია მოახდინოს, რომ okay. მე მგონი მე და შენ ერთი დონის გაგება გვაქვს რა საკეთებს PyTorch-ი ასე რომ კი, ანუ დაგეთახოვე, მაგრამ არ ვიცი უბრალოდ. მეც დაახლოებით ესე ვიცი რა. რომ მე რაღაცა ხდება. Okay, so ვინც გვიყურებთ და OpenAI-ში გინდათ მოხვდეთ რა. არ არის აუცილებელი რომ PyTorch-ში ძალიან სირმისელ. Okay. არა. მაგრამ რისერჩერია. სანამ თემაზე ვართ, მე კიდე ერთი კითხვა რა, თავიდან როგორც თქვი, რაღაც Toyota-ში უფრო research-ის მხარეს, researcher-ებთან ერთად იყავი, research მხარესა. და მე უკვე founder-ი იყავი რა. ეგ როგორი რაღაც ისეთი
იყო შენ ცხოვრება როგორ შეადარო რა როგორ უფრო გისწორდებოდა რა რომელს რა დადებითი ქონდა რომელს რა უარყოფითი და დღევანდელი გადმოსახედიდან რას ფიქრობ ზოგადად ეს ტეგ ფაუნდერობაზე ან τότε შემოშავდი ვიყავი უნივერსიტეტ ახალი დამთავრებული მე ნებარში მუშაობდი 4 წელი და მე კიდე 1 წელი და მე გავხდი ფაუნდერი რა და ანუ რაღაც ხრივ ასწორებდა იმიტომ რომ რავი ანუ შენ რაღაც აკეთებ რაღაცა ვისე ფული მოგწეს რომ გააკეთო like life is good მაგრამ დროულად ჩემთვის პირადად ძალიან სტრესი იყო რა იმიტომ რომ ანუ რაღაც ვიღაცა რომ ხაკავს შუაღამეს ინდოეთიდან რომ რაღაცა უფასო GPU-ების ის აღმოაჩინა რა და 1 მილიონ აკაუნტს აკეთებს ანუ ყველაფერი შენი პრობლემა არის რა ის რომ პროდუქტი წინ არ მიდის შენი პრობლემა არის ის რომ ტექნოლოგია რაღაც არ მუშაობს შენი პრობლემა არის ფული რო გიმთავრდება და მეტი ფული გაგასაწევი ეგ შენი პრობლემა არის და ანუ იმაზე ნაკლები ფოკუსი იყო ანუ ტექნიკურ მხარეს ვირმე მეკონა რა ანუ ბევრი სხვა პრობლემა გაქვს როგორც ფაუნდერს ანუ სხვანაირი არის არ ვიცი მე შაშენდელი წელი ისე გამოვიდა ანუ ალბათ მაგის ნაწილი ის არის რომ ას პროდუქტს აკეთებ და ეგ პროდუქტი რაღაც არაფერი დაუცებ რა და ანუ it's a struggle you know ძალიან დიდი perseverance სჭირდება რომ ანუ ყოველდღე გაიღვიძო ნახო რაღაცა კვლავ 10 იუზერი ყავს და ანუ 10 იუზერი ყავს რა გუშინ 12 საათი მუშაობდი მაგრამ ანუ ისევ 10 იუზერი ყავს რა და აქედან 2 არის რომელიც ხაკავს ანუ და გასკამერეს ყოველდღე რა ანუ სოდა სხვანაირი პრობლემები გაქვს და სხვანაირი მიდგომა არის რა ყოველდღიურობაში ალბათ პროდუქტი თუ აგიფეთქეთ ბევრად უფრო მარტივია რა და იქ სხვა პრობლემები ექნება მაგრამ being not a successful startup founder is hard when you're doing it მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე რა მაგიდან ანუ კიდევ ერთხელ სტარტაპს გავაკეთებდი რაღაც შესწავლას აღარ დავუშვებდი მაგრამ დღესდღეობით ანუ OpenAI-ში ICO-ვა მირჩევნია ფაუნდერობას და ბევრად უფრო მეტ დროს ვატარებ რაღაც კოდინგში და რაღაცების building-ში ვიდრე იმაზე ფიქში რომ აი while sales call-ი რო გვაქვს იქ როგორ ვქნათ რომ იქნება SDL-ი რაღაც გამოვიდეს მაინც ჩემი ინტერესის სფერო არ არის ეგ ხო იაშე მე მქონდა ესეთი კითხვა რომ ანუ რა იყო motivation behind startup-ის დაწყებისკენ ხო და როგორც ვიხდი უფრო tech რაღაცა hardcore tech რაღაცები და არა you just to try it რა ვიცი მე ჩემი გვარი ლაპარაკობთ ან რაღაც ბიზნეს იდეები ჩამოვწერეთ დაწყებული რაღაც Airbnb-დან რაღაც Airbnb გვეყიდა სადაც უდაბნოში და გვაგუქირავებინა და მე ეს საბოლოოდ მივხვდი რომ მე ალბათ შეიძლება Airbnb რაღაცა ქალაქთან short-ლა კაი არ არის იმიტომ აზრი არ ვარ თქვა შემოდახტება რაღაცა სახლის ყიდვის პლატფორმა რაღაცები და ბოლოს შევჯერდით იმაზე რაც ვიცოდით რა ანუ იდეა იყო რომ პროსტა გვეცადა იმიტომ რომ რავი ანუ why not ჩემი co-founder-ი აგძლებს ახლა მაგალითად he's a second time founder და ანუ ბევრად უფრო უკეთესად აკეთებს რაღაცებს ვიდრე ჩვენ ვაკეთებთ იმიტომ რომ he learned so მაგრამ ხო just to try it nice სან-ფრანცისკოში რო ცხოვრობ რაღაც ვირუსივით არ არის რომ აი ხო კიდე რომ აუცილებლად ფაუნდერი იყო რა და YC-ში მოხდე ხო მეჩელი ეგეთ ისე ხო it's like a bucket list item you know like started company YC-ში I play application გავაკეთეთ მაგრამ ანუ სხვა აქტივატორში მიგვიღეს და YC just ანუ რაც 2 თვის მერე დაგვადრეს ინტერვიუზე და ანუ ასე ფული უკვე გადმორიცხული ქონდა იმაც და we were like no მაგრამ ეს სულ მაინტერესებდა რომ აი could I get into YC or not Would I get that Patagonia jacket? Yeah, Patagonia is out of fashion. Cotopaxi is new Patagonia. Oh, okay. Okay. So this is what you get. როცა სან-ფრანცისკოში ხარ, იდეები მანდიწყება, latest trends და მათ შორის tech fashion. Tech fashion. ხო, ანუ yeah, everything is good, but maybe not tech fashion. მაგრამ მაქვს ხო, ანუ აყოფნა ანუ თუ რაღაც გაკეთება გინდა და მაგ სფეროში ხარ და რაღაც ცოტა იდეები გაწუხებ, ძალიან მარტივია რა, ანუ რაც კაპიტალი აქ არის, სხვა შენაირი ადამიანები აქ არიან და ანუ ერთი რაც არის არ ვიცი სხვაგან როგორ არის რა, მაგრამ რაც ნამდვილად არის აქ, რომ ანუ რაღაც აი ყველაზე სულელური იდეა რომ მოგივიდეს რა ვიღაცა იქნება, ვინც დაგასაპორტებს მაგაში და ფულს მოგცემს რომ ეგ იდეა გააკეთო რა.
და ანუ რო არ გამოგივიდეს ეგ იდეა და რაცა ხვალ მიხვიდე და მეორე იდეა მაქვს თუ უთხრა კიდე ფული მჭირდება, კიდე იპოვო ვიღაცას, ვინც დაგასაფორთებს და ფულს მოგცემს რომ კიდე ერთხელ ეგ იდეა რაღაც სხვა იდეა ცადო. ანუ მაგის კულტურა არის რა, რომ ანუ ვიღაცებაც აკეთებენ, ძალიან ფულს ხალჯავენ, არ გამოდის, it's okay რაც. მეათე იდეა შეიძლება გამოვიდეს რა. და რაღაცნაირად ანუ ამ ტექ არ საზოგადოება არ მინდა დავარქვა რაც არის რა, ანუ თვითონ ქალაქში ეგ მაგის კულტურა არის რა, რომ it's okay to try and fail. და ანუ you can fail like 100 times, that it's okay რა, ანუ you're trying. ხოლმე მაკრო გარემო ძალიან ახლა შემწყობი არის რა, რომ რაღაცა ქნა თუ გინდა. და მარტივია ძალიან, ბევრად უფრო. Okay. Cool. ეხლა kinda sweet უფრო Pandora box topics-ზე გადავიდეთ. As much as we can talk about OpenAI, ანუ ვთქვათ როგორ მოხდი, ანუ მან დიყავი რაღაცა სტარტაპიდან წამოხვედი ეგრევე გადახვედი თუ რაღაც სტარტაპიდან წამოხვედი რაღაც გეფი გქონდა ისვენებდი მე თუ ანუ საერთოდ რაღაც what's the backstory? ანუ სანამ ამ ტოპიკზე დავიწყოთ ლაპარაკს, ანუ Twitter-ზე რო უწერიათ ბიოებში რა, რომ opinions are my own, ანუ მაინც ვიტყვი რომ ანუ კომპანიის სახელი არ ვსაუბრობ, ყველაფერი არის ჩემი აზრი. Okay, მაგისტრის მერე. სტარტაპს ვაკეთებდი, რაღაცა ორი კვირა ავიღე შვებულება, იმიტომ რომ სტარტაპი კარგად არ მიდიოდა და მეთქი ანუ რას like what am I doing with my life? წავედი ჩემდასთან, ორი კვირის მერე მეხსოვს სტარტაპს ვეთება აღარ მინდოდა. ჩამოვედი უკან და რაღაც ჩემ co-founders ველაპარაკე რაღაცა. ამდროულად დავიწყე ფიქრი, ანუ okay, like I do need a job though still, you know. I feel ჩოლბროდ ინტერვიუები გავიარა OpenAI-ში, სტარტაპის მერე break-ი არ ამიღია, which I would say I don't take breaks for some reason. სამი კვირა დავისვენე თბილისში ვიყავი ახალ წლებზე და მე დავიწყე მუშაობა, ანუ განსაკუთრებული არაფერი არ ყოფილა რა, ანუ ჩემი ყოფილი უფროსი მუშაობს მან, რეფერალი გამიკეთა. და რეფერალი არც გავუკეთებია, იმიტომ რომ რეკრუტერმა მომწერა და მე შუა პროცესში გაირკვა, რომ იმენ გაიგო, რომ მე თუმე პროცესში ვიყავი და ანუ I didn't even get a referral from him. მაგრამ ხო ინტერვიუები გავიარე და მე დავიწყე მუშაობა. ის ინტერვიუ პროცესი როგორია? დაახლოებით რა ტიპის გასაუბრებებია? უფრო ტექსტს აჭერენ თუ რაღაც soft skills-ებს და behavioral interview-ებს? ძირითადად როგორი ინტერვიუები? ანუ სტანდარტული ინტერვიუები რაღაც ხრივ, ანუ big tech-ის ინტერვიუს რო შეხედო სტანდარტულია რა. მაგრამ კარგი რაც არის, რომ თქვათ მაინც და მაინც ასე lead code hard-ები არ არის რა. ანუ ბევრად უფრო ინჟინერული პრობლემები არის, რაც ჩემთვის ანუ კარგი იყო, იმიტომ რომ lead code-ს არ ვეჯექი არასდროს და ესე lead code hard-ებს ესე ვერ ხსნი ესე ძილში. და სხვა მხრივ ხო, ანუ მაგრამ ყველას აქცევენ ყურადღებას, ანუ ტექნიკურად თავისთავად გამოწმებენ და ანუ გამოწმებენ ბევრჯერ, იმიტომ რომ ანუ ტექნიკურ ტიპად აყავხარ. მაგრამ behavioral ნაწილსაც მნიშვნელობა აქვს, როგორც ანუ ვიცი, ანუ მე ჩემი გამოსვლები ინტერვიუებში არის მარტო ჩემი, ანუ მე რაც გავიარე რა. მაგრამ ანუ behavioral ნაწილებიც არის, რაღაცა value alignment, AI safety, ანუ მაგ ყველაფერს რაც კომპანია იძახის რა, რომ ანუ we care about this, ანუ ჩემი გამოსვლები they really care. So they kind of make sure that you also care. Okay. და on-site ხარ თუ hybrid workspace-ია თუ вообще remote? ჰიბრიდი არის, 3 დღე კვირაში არის mandatory office-ში სან-ფრანცისკოში. მე 5 დღე დავდივარ ხოლმე ზოგადად, მაგრამ რა ხანდახან საფრთხიდან ვარ გააჩნია. ანუ უფასო ლანჩი და რაღაცა მაინც თავისაშლება. სან-ფრანცისკოში. საერთოდ კეთება, ანუ მივხვდი რომ 4 წელი remote მუშაობის მე და ჩემი თავის კვებისგან საერთოდ კეთება არ მევალსება. საერთოდ. შეიძლება თვეში ერთხელ რაღაც ასე რომ მაქსიმალურად ვერიდები. By the way, ცოტა off topic რა. ნუ ანუ პატარა ის რო იყოს. Kinda ცოტა chill 1-2 წუთი. აი გარდა ვთქვათ engineering, hacking, like your job and რა შობი, ანუ ვთქვათ რაღაცა ამე you have any hobbies and just Oh, that's like ანუ ამას ნუ კითხოს უნდა მოყვებოდეს ფსიქოლოგიაში დეროგატორი რა. ჭრავი ვარჯიშობ, საჭმელს ჭამ, გარეთ დავდივარ, დარბაზში ვარჯიშობ, ბევრს მუშაობ ძალიან. რავი Raspberry Pi მაგ და რაღაცას ვაკეთებ ad მიკროკონტროლერით და რაღაცებს, ანუ I don't know. I have not normal hobbies. Like work is my hobby.
but ანუ კოდის წერა მეოსება ძალიან, so it's kind of like all of this doesn't feel like work. Mostly it feels like fun. Awesome. Nice. Yeah. მაგრამ ხო ანუ ესეთი კითხვა რა, ანუ ვერ თუ რაღაც ანუ ცხენით არ ხო. ჯვირითობ შაბათობით სამწუხარო. მაგრამ I should be doing that. ჩოგურთის სწავლის დაწყება მინდა. მაგრამ ჯერ ვერ დავასქეჯულე. ვერ დავასქეჯულე გაგვეთილი. აჩოს მოსალოდნელი პასუხი იყო, რომ აი აქ სან-ფრანცისკოში ყვირას დავდივართ ოლგრემის ეკლესიაში და So გაჩნია რა, ანუ if you want to live that life, then go to AI church, like არის AI church, you know, you can go to AI church. მაგრამ რა, weekend-ებზე ძირითადად ვისვენებ ხოლმე. ან მუშაობ. Okay. გოგო ხამის და ანუ OpenAI თუ შეიძლება გითხრა და მაქსიმალურად რაც გიძლია გითხრა, ანუ ზოგადად შენი როლი და სტატუსი რა არის OpenAI-ში, აი რაღაც software engineer-ი ხარ, რაღაც AI researcher-ი ხარ თუ software engineer-ი ვარ უფრო ვიდრე AI researcher-ი, ანუ OpenAI-ში ყოველს title არის member of technical staff. რაც ანუ რაც ლაბორატორიული გადმონაშთი არის რა, ანუ Toyota-შიც ჩემი title იყო member of technical staff. რაც ბევრი რამე შეიძლება იყოს რა. Just a tech guy. Oh. Just a tech guy. ხო, მაგრამ ანუ ჩემ ფოკუსი უფრო software engineering-ზე არის რა. და ანუ იმ სისტემებზე რაც ჭირდება, რომ რაღაც მოდელებმა რაღაც ქნან. და ანუ ეს იერარქიული სტრუქტურა არ არის, როცა member of technical staff ხარ, რაღაც senior member of technical staff-იც არსებობს თუ არის მაგაშია მთელი მაგის მუღამი, რომ ანუ არ არის იერარქიული სტრუქტურა, ანუ ყველა არის member of technical staff. ანუ რაღაცა top researcher-ი და ანუ რაღაცა მე, რაღაც ერთი title გვაქვს რა. ანუ OpenAI ზოგადად რა 6 თვეში არ მიგრძნია რაღაცა ძალიან დიდი იერარქია არის რა, ანუ ხალხს პროსტა უნდა მუშაობა რა და რაღაცა მაგაზე არის ორიენტირებული რა და ყველაფერი არის მაგის მიერ მიმართული, ანუ ორგანიზაციულადაც და თვითონ ადამიანებში რა ძალიან იცნობა ეგ. Everyone just is very very focused on work. და ეს საინტერესო იყო Windsurf-ის ინტერვიუ რო ახსენე, CEO-ს კითხეს, რომ ძალიან competitive market-ზე ხარო და აი რა როგორ ამოტივირებო რა შენს თანამშრომლებსო და ანუ ძალიან ისეთ პასუხი ჰქონდა, რომ ანუ არანაირი motivation, lack of motivation არავის არ აქვს რა, ანუ იმდენად competitive სფეროა და ან top ტალანტი იმდენად მანდ მიდის, რომ ძალიან რთულია, რომ ალბათ lack of motivation ჰქონდეს. თორეშორის ან დუბლაც კითხა, ერთ-ერთი ჩემი ჩამოწერილი კითხვა იყო, რომ რას ნიშნავს member of technical staff რა. just ანუ ანუ რა თავისუფალ კომპანიაში ლეველები არის რა, ანუ როგორც Google-ში არ ვქვა L3, L4, L5, სიგნითაც არის ეგ რა, მაგრამ ანუ everyone's a member of technical staff. Okay. Nice. რა ჩემ ტიმში tech lead-ი ვინ არის ძალიან აშკარა არის რა და ანუ ვიცით რომ ვიღაცა ტიპი არის, ანუ tech lead-ი არის რა და he's way more experienced than me and me and him are definitely not the same level, you know. Okay. მაგრამ ორივე member of technical staff ვართ რა. So that's fun. Nice. აუ ეხა გადავალ ანუ ესეთ bio-ში გიწერია LinkedIn-ზე, ეს ამ public რაღაცა არის, ანუ agents at OpenAI გიწერია და ანუ ალბათ რაღაცა ზოგადად ისედაც აგენტებით ალბათ როგორც ყველა დაინტერესებული ხარ. Besides რაღაცა your daily job რა. ხო და რაღაცა ეს რო ფიქრობდი არის, რომ ანუ ძალიან ეხა ჩვენ როგორც developers თან გვაქვს ჩვენ როგორც developer-ები ძალიან ვეხებით ხა ხო AI agents-ებს რა, ანუ coding-ის ნაწილში, იმიტომ რომ აშკარად ყველაზე კაი application და პირველი მანდ არის რა. და ეხა სხვა ანუ ესეთ კითხვას დავუსვამდი, რომ ანუ where are like other agents? ანუ აი თითქოს ხო ესეთი ბუმია რა, რომ agents ძალიან buzz და hot topic რა და აი რატო მაგალითად მამა ჩემი ან რაღაცა ჩემი მეზობელი არ იყენებს რა ამეში საერთოდ AI agents რა. ანუ are we not there yet technically თუ რამე არის და ჩვენ არ ვიცით რომ სან-ფრანცისკოში ხდება და არ ვიცით ჯერ რა. Derogatory. ანუ AI აგენტი არის deep research-ი მაგალითად აგენტი არის. არ ვიცი გამოგიყენებია თუ არა. ოპერატორი აგენტი არის. ანუ ეგ არის OpenAI-ის პირველი ორი agentic application და agentic პროდუქტი. It's only May. და ანუ იდეაში რა მეგონი სემალთ მომთქვა რომ it's like a year of the agents. ის აგენტების წელი არის რა. ხო და ანუ we'll see.
I don't know. ანუ იქამდე საროდის მივალთ რომ ანუ თქვათ მამა შენი ან დედა ჩემი გამოიყენებს რაღაც AI-გენს რაღაცაში, არ ვიცი რამდენად მიღწევადი არის წელს რა, ან თქვათ რა შეიძლება იყენებდეს. იმიტომ რომ ამ DoorDash-ზე მაინც და მაინც რაღაც შეკვეთა ჩემისაც შემილია რა. მაგრამ თქვათ deep research-ი გაკეთება, ბევრად სწრაფად აკეთებს აგენტი ვიდრე მე რა. ან ცოტა ეს ფლაგი გამოდის რა, მაგრამ deep research-ი ან ძალიან კაი პროდუქტი არის. ან ძალიან სწრაფად ვიყენებ იმაში რომ პროსტა ანუ წადი რაღაცა დამირისერჩე და მოდი უკან რა, 9 საათში და give me like a solid document. ეგ გამოსადეგი აგენტი არის, ახლა და ჩემს ეგ ვაფშე არ ჭირდება. She's not deep researching anything. და ChatGPT-ს მგონი არ იყენებს. გამომშენი იყენებს ChatGPT-ს as a baseline, right? So, ხო, ანუ მე მგონი არ just like ChatGPT გამოიყენონ, მე აგენტები გამოიყენონ, should be our goal. ხო და მაშინ გამოდის რომ რაღაცა technical რაღაცა base level-ი არის adoption-ის ეგეთი საერთოდ agentic პროდუქტების რაღაც პაკეტიდან მივდივარ, რომ ანუ every other guy არ გამოიყენებს ალბათ ჯერჯერობით. გააჩნი, ანუ ისმერთლობის არ ვიცი სხვა რა, ანუ agentic პროდუქტები არის რა, მაგრამ მაგათაც ჩემი co-founder-ი რაც აკეთებს startup-ს ახლა რა, ჩემი ყოფილი co-founder-ი. ეგ არის, ანუ agentic marketing or whatever რა, როდესაც ანუ ეს აგენტი რაღაცა parcels webs და ყოველს ადამიანს მოხდა შენი პროდუქტი უნდათ რა, ანუ არის ეგ agentic to is just a for loop, like I don't know. No pun intended, the for loop-ი ქვია პოდკასტზე ხოლმე. ხო და ანუ გაშენ, ანუ მე მგონი თავი აპლიკაცია არის რაღაცა ანუ შენთვის და ჩემთვის რა. რომელიც უკვე ამ სფეროში არის, უკვე იცის ამ ყველაფრის გამოყენება, იმიტომ რომ ვიღაცას რო უთხრა რომ აი რაღაცა აგენტი არის და რაღაც აკეთებს, ანუ ოკეი, რას აკეთებს რა, ანუ რა არის მის გამოსადეგი. ანუ ჩვენთვის ბევრად უფრო აშკარა არის რაში არის გამოსადეგი. მე მგონი. ეგ სენტესტი აგენტი გაიჩნდა, რომელიც ძალიან გამოსადეგი არის რაც კონსიუმერი ტიპისთვის, I would use it, you know. მაგრამ არ ვიცი ეგ რა არის. But okay, so you შენაც ახსენე რომ ეგ აგენტია თუ უბრალოდ for loop-ია რა. ანუ მე kind of hot topic-ია, იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში თითქოს ყველა SEO agents იყენებს რა by default. მაგ LLM-ის ახსახწერად რა და მაშინ რა არის შენი დეფინიციით თქვათ აგენტი? თუ არა, უბრალოდ kind of for loop-ი, რომელიც for loop-ში ეშვება და იძახებს LLM-ს, იძახებს tool-ებს და ასე შემდეგ რა. არ ვიცი, ანუ მე მგონი არავინ არ იცის წესიერად. რა არის აგენტი და რა არის AGI. ყველას თავისი განმარტება აქვს, მე მგონი. მე მგონი, ანუ for loop is enough to agent. Okay. მე შეინტერესებს რომ შეაგენტი იყენებ თქვათ შენი აი ყოველდღიური engineering workflow-ები ზოგადად დარწმუნებული შეიცვალა, მაგრამ ანუ რამდენად ხო იცი ხა კომპანიები ასახელებენ ხოლმე რომ ჩვენ დავწერეთ 53.7% კოდის AI-ით. არა შენთვის აი მით უმეტეს ხა დარწმუნებული შენ საკმაოდ რთულ ტექნიკურ რაღაცებზე იგიწევს მუშაობა რა. და ან pro subscription-ი უფასოდ გექნება. Keys. So yeah, just give us შენი experience როგორია რა. Limito API-კი კაია. ანუ ხო, ინდეს ფიქრობდი 1-2 კვირის წინ იმაზე რომ ანუ ვაფშე არ მახსოვს როგორი იყო მუშაობა ChatGPT-ს გამოსვლამდე რა. და ძალიან კარგად მახსოვს ის მომენტი რომ ChatGPT რო გამოვიდა და რაღაცა Terraform-ი დავაწერინა პირველად რა. და მომენტი მქონდა რომ holy shit, like ანუ კოდი დაწერა, code works. და იმის მერე რაღაცა ანუ მე პირადად ვსვო რა შევა მეტი კოდი მე არ დავწერო რა. იმიტომ ანუ ბევრად მარტივია ჩემთვის ახსნა რა მინდა. ვიდრე დეტალურად თითო ხაზი ჩამოვწერო რა. და ანუ Grace Hopper-ი იყო ანუ computer scientist რა ამერიკელი. და მაგას ძალიან კონტექსტთან ამოგლეჯილი არის ეს quote რა, მაგრამ მაინც მეოსება ეს quote რა, ანუ მაგ გამომს რომ we must define relationships not procedures რა. ანუ მაინც და მაინც ასე კოდი პროცედურულად რას აკეთებს არ არის აუცილებელი ჩვენ თქვა თან დავწეროთ რა, მაგრამ რას აკეთებს ეს კოდი ეგ უფრო ჩვენი საქმეა რა. და ანუ მე პირადად ვსვო რომ მაქსიმალურად ანუ იმაზე ვიყო რომ ანუ ამ describing ანუ ხსნი წერ რა მინდა. ანუ ამ დაწერას ბევრი კონტექსტი უნდა ძალიან რა უნდა გესმოდეს არსებულ კოდში რა ხდება. მომავალ კოდში რა უნდა მოხდეს რა და ეგ აღწერო თან კარგად. ვიდრე ის რომ წავიდე და 8 ფაილი მე შევცვალო რა.
ანუ რაც რა ქვია იმას კურსორს მაგალითად agentic mode-ი აქვს რა, ან ჩვენი კოდექსი რო გამოვიდა open source CLI, ანუ კოდექსი full auto mode-ზე და რავი, აცადოს რა, ხანდახან პარალელურად ვაკეთებ მე რაღაცას და კოდექს უშვებ, რომ რავი, იქნები დამასწროს. თუ დამასწრო და უკეთებ დამასწრო, მე არ მაქვს პრობლემა არანაირი, ან მშვენიერი. ესე იგი შემიძლია პარალელურად სამი რაღაცა გავაკეთო. ზეან საინტერესოა ჩემი ექსპერიენსი ეგეთია, რომ აი ეს რაც ეს კოდექსი და კოდი გამოვიდა რა, მაგებთან ერთად ბევრად უკეთესი პერფორმანსი მაქვს, ასე ვთქვათ, ვიდრე ვთქვათ კურსორით რა და ჩემი და ბევრი ადამიანის ჰიპოთეზა მაგაზე ისაა, რომ ნუ კურსორი რაღაც fixed cost არის, შესაბამისად ზოგავს ფულს ტოკენებზე, რაღაცაში შედარებით პატარა მოდელს ხმებს, რაღაცაში დიდს და ეს კოდექსი და თუნდაც კოდი რადგან უბრალოდ შენ API-ს ისაძლევდა ყოველთვის მაქსიმალურად არა ფასზე ოპტიმალურ, არამედ ან თვითონ ოპტიმალურ მოდელს იყენებს, ამიტომ ბევრად კაი რა. ანუ ეგეთი განსხვავება მეც აქვს შემჩნეული, ზუსტად არ ვიცი რატო ხდება, იმიტომ რომ კურსორში მეც API-კი მაქვს შეგმული. მაგათ მოდელს არ ვიყენებ რა. მაგრამ კოდექსით მეც ბევრად უკეთეს შედეგები მაქვს რატომღაც, ვიდრე კურსორ agentic mode-ში, რომელიც აგრეთვე tool call-ებს იყენებს, რომ წაიკითხოს ფაილები და რაღაც რა. ანუ ალბათ რა ინსტრუქციაც აქვს მიცემული როგორ იმუშავოს, მაგაშია სხვაობა. იმიტომ რომ კოდექსი რაც გამოვიდა ამ ტერმინალში, ან კოდი არ მიხმარია თავისთავად. მაგრამ იმიტომ რომ ანუ სამსხურის გარეთ კოდს აღარ ვწერდი ერთად. მაგრამ კოდექსი რაც გამოვიდა, ხო ანუ ძალიან ის კონტექსტი როა კაია, მაგრამ რაღაცნაირად ხო ბევრად უფრო ანუ უკეთ მუშაობს ამ შენ კოდზე, ვიდრე კურსორი რატომღაც არ ვიცი რატომ. და შეიძლება იგივე მოდელს იყენებდნენ თან. მაგრამ ეს შეჩნეული ხო? მე სტარტი ხოთა კურსორში რომ მოდელს იყენებ. და პირდაპირ გიოს დაუწყობთ სიტყვას. ანუ ეს კოდექსი basically რაღაც beta ვერსია იმის, რომ უკვე CLI-შია მომენტ და რაღაც მომენტში just server-ზე ან CI-ში გავუშვა და okay just ანუ do stuff right and to automate-ზე გავუშვა ჯერჯერობით we use it, მაგრამ პრინციპში ეხლა შეგიძლია ალბათ არ ვიცი მომენტ აქვს თუ არა რამე flag-ი რომ პირდაპირ ანუ არაზოს აფერი კითხოს და პირდაპირ ოფში გაი. Literally CLI option-ი არის dash full auto. და ეგ ეშვება იზოლაციაში რა, root-ი და არის, არ ვიცი, ch root არის, სადაც გავუშვი იმ დირექტორიში რა. არც იმასე network-ზე არ აქვს დომა რა, ასე რომ მინიმალური blast radius-ი არის, მაგრამ ანუ მაქსიმალურად თავისუფალია რა, რაც თუ დააკეთებს იმ კონკრეტულ folder-ში. და ანუ ბევრ რაღაცას აკეთებს რა, ანუ როცა უყურებ ხოლმე როგორ მუშაობს, ანუ საინტერესო მუშაობენ ეგ მოდელები. ანუ ისე ტესტებს წერენ, რომელსაც მე შეიძლება არ დავწერდი რა, იმიტომ რომ ანუ ასე ერთი ტესტი დაწერას მე შეიძლება 20 წუთი მომდე რა და იმანაც 5 წუთში დაწერა ტესტი და სამი სერვერი გავუშვა ერთმანეთში ალაპარაკა, cool, okay, შვენი. ეს მგონია ხოლმე რომ აი ეგეთი ექსპერიენსი ალბათ გქონიათ ყველას, რომ ყოთ რაღაცის გატესტვა გინდა რა, end-to-end ტესტი იქნება თუ just unit test-ი რა და ყოთ იმიტომ გეზარება რომ იმდენი რაღაც mocking-ი რაღაც setup-ი ჭირდება რა, ანუ გარშემო რაღაც თავისი ინფრასტრუქტურა ჭირდება, რომ მე თვითონ actual კოდი დაწერო რა და თითქოს რაღაც AI-ის ნამოში რაღაც მაგდონეზე ვართ, რომ ჯერ შეიძლება არ კონდეს ამ agent-ებს ესეთი კაი access-ი იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელზეც ჩვენ გვაქვს რა როგორც დეველოპერებს, რომ აი ვთქვათ რაღაცა პირდაპირ ბრაუზერში ყველა dev tool-ი ვნახოთ და ან მოგებიან დებაგერი და ასე და ასე რა და თუ არ ვიცი ეს რამდენად ისეთი სენსიტიური კითხვა, მაგრამ რამე ხო ვერ გვიტყოდი, რამე ისეთი workflow რაც შენ გაქვს ან OpenAI-ს publicly კომპანიის დონეზე აქვს, რაც შენთვის ძალიან revolutionary იყო, რომ აი მას შემდეგ რაც ამის გამოყენება დავიწყე, რაღაც ბევრად ავსტრაფტიან რა მისგავს. ანუ მე ბრაუზერში არ წერ არაფერს, ანუ front-end-ს ვაფშე არ ვაკეთებ, ასე რომ ანუ ეგ -1 პრობლემა მაქვს, რაც კაია. იმიტომ რომ ანუ ხო ანუ მოდელს ჭირდება კონტექსტი, ხო რა ხდება. აი რეპლიტის აგენტი რო ნახო რა, არ ვიცი თუ გამოგიცეთ რეპლიტის აგენტი, ანუ ინდეს ღამე 1 საათში დავაwipe code აპლიკაცია რა, რომელსაც ვიყენებ ყოველ დღე. ხო და მაგას აქ ბრაუზერზე screenshot-ს იღებს და რაღაც dev tool-ებს უყურებს და რაღაც რა. კოდექსი არა აქვს, მაგრამ ანუ ერთი რაც
ტესტები ახსენე შენ რა. მე მგონი test driven development-ი აქამდე სულ მეკონა რომ ანუ like why would you do that? ჯერ ტესტის წერა მე კოდის ვის გაუღია რა. მაგრამ მგონი ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა რომ შენი ტესტები იცოდე რას აკეთებს რა. მე შეგვიძლია მოდელს უთხრა რომ აი ეს რაღაცა დაამატე and make sure all tests pass. ანუ მე რას ვაკეთებ შეიძლება ანუ ვეუბნები რომ აი make sure tests pass and this is how you run tests. Make sure that like MyPy passes and this is how you run MyPy checks. Make sure that lint passes and this is ანუ switch-ში უთხრა რომ აი ეს კომანდი გაუშვი რა. რო შეამოწმო, იმიტომ რომ იმას შეიძლება აღმოაჩინოს რომ სადღაც script-ში გააქეკ რა. მაგრამ რაც უფრო and then custom instruction შეგვიძლია ჩაწერო რა, ანუ instructions don't empty it რასაც. და მე ანუ ყველა გაშუალება უკვე მოდელს რომ ანუ შენი ტესტები უნდა გაუშვოს ბოლოში რა, აუცილებლად. და ტესტები თუ არ გაუშვა, ესე იგი არ მორჩენილა საქმე შენ. ანუ ეგ რაღაცა prompting-ის იმაში რომ აუხსნა როგორ იმუშაოს, ჩემთვის ჩემ პირად გამოცდილებაში ძალიან ბევრად უფრო მაღალი ხარისხის output-ს ვიღებ რა. მაგრამ ერთი რაც არის რომ ანუ ხო, მაგალითად ის replic-ში რა API-ს გავაკეთე არა, ანუ ერთი ხაზი კოდი მე არ ვაქვს ნანახი რა. მაგის დებაგინგია რომ დამჭირდეს. ანუ ალბათ თავიდან უნდა გავაკეთებინო replic-ს რომ ნოლიდან დაიწყებ და არ ვიცი. ანუ მაგაში ერთის danger არის რომ შეიძლება 5 პრომპტის მერე კოდი გაქვს, რომელიც აფშიაზე არ ხარ მაგრამ ხდება რა. და მე მაგის დებაგინგში დახარჯო რაღაცა 2 დღე. და შეიძლება 8 საათი ჭირდებოდა რომ შენით დაგეწერა ეგ რა და მან ბალანსი მგონი ნიშნავენია რა, ანუ ყველა იტერაციაზე გესმოდეს რა ხდება. ადრე ხუმრობდი ხოლმე რომ ანუ რანაირად შეიძლება რომ ანუ როგორ არა კომიტებს ხო ხალხი და ანუ როგორ შეიძლება რომ რამე დაპრომტო ისე რომ ყველაფერი არ კონდეს დაკომიტებული ხო რა და მე ხა რაც უფრო მოვიხოდე ამ იმის agent mode-ის გამოყენებაში მივხვდი რომ მაგრამ ეზარება რა ძირითადად ანუ რაღაც 10 ფაილში მაქვს change და prompt და მე მახსენდება რომ ну რაღაც იმის ვერს აქვს თავის checkpointing-ი მაგრამ აჰა it's a definitely a problem. Bicho, ხო, ანუ it's like dangerous რა. It's really cool და მუშაობს რაღაც, მაგრამ ანუ აი უნდა გესმოდეს რას აკეთებს ყველა ჯერს რა. თუ რაღაცას ის აკეთებს, რასაც უნდა დაუბრუნდე. ახლა ის replic აპლიკაცია, ანუ it's fine. რაღაცა. ეს საათი მაგ დახარჯული, it's okay. I can make a new one, ძალიან მარტივია რა. თუ რაღაცა მართლა კომპლექსურს აკეთებ და რაღაცა შენზე არის მაგის მერე support-ი. თუ არ იცი როგორ მუშაობს. თან მე მგონი ანუ არსებულ code base-ში თუ იყენებ რა, აი ხა ეს replic რაღაც რო wipe coding-ით თქვა დასტარტი ან lovable თან რაღაცით for personal use, it's okay რა. ერთხელ რაღაც აწვევ მაგრამ აი ცოტა დიდ code base-ში მე თქვა თუ სხვა უნდა წაიკითხოს იმ AI-ის დაწერილი კოდი, ეგეც პრობლემა არა, ახლა რაღაცა. AI კოდექსი და cloud კოდი, როგორც ვთქვი, ან ლოკალურად ეშვება შენ კოდში უკვე. და შენ არსებულ კოდს კითხულობს იგებს და მერე წერს რაღაცას რა. და იდეაში ანუ შენი არსებული კოდისნაირი კოდი უნდა დაგიწეროს, ხო, რაღაც აბსტრაქციები თუ გაქვს, სადაც უნდა გამოიყენოს. და იდეაში კოდი უნდა გავდეს შენ კოდს რა. ან ჩემ იდეალურ სამყაროში ეგრე იქნებოდა. რომ რაღაცა ფლად ახალ კოდს არ მიწერს ყველა ჯერზე რა. ანუ იცით რომ რაღაც end-to-end ტესტის setup-ი მაქვს და იმ ფიქჩერებს გამოიყენებს PyTest-ში სიტყვაზე. თან ესეთი ის გვაქვს რომ ეს პოდკასტი დავიწყეთ როგორც რაღაცა tech პოდკასტი, მაგრამ მე მგონი ძალიან slowly AI პოდკასტს გადავკეთეთ, იმიტომ რომ პოდკასტში რაღაცა ვლაპარაკობთ რა, ანუ ხო და ახლა რადგან ედიტორს ვაპარაკობთ, მე მგონი გიოსს უნდა დავაზე დასმა მოგითხოს რა და ხო არ გასწარმოდგენა აი კოდის ანალიზი თვითონ აი ამ პროცესში როგორ ხდება რა, ანუ და მაგალითად დიდ code base-ში სწორი კოდის ფრაგმენტის მოძებნა რო კონტექსტში შევიდეს რა. მაგაზე ხო არ გასწარმოდგენა. ან თუ შეგიძლია რაღაც საერთოდ ფოკუსი. ანუ ისევ იგივე ვიტყვი რომ ანუ ყველაზე საუკეთესო შედეგი მაგ მაშინ, როდესაც ანუ მე მიყვარს ხოლმე რომ უთხრა სად რა არის რა და მივცე ძალიან კონკრეტული დავალება. ანუ რო წარმოვიდგინო რომ მე მყავს რაღაცა ინტერნი, ან მყავს რაღაცა ახლოს დამთავრებული ტიპი, რომელსაც არაფერი არ იცის, მაგრამ კოდის წერა შეუულია და უნდა აუხსნა ზუსტად რა ქნას რა და თუ ეტყვი რა ქნას, მაგას იზავს. მე ეგრე უდგები პრომპტინგს რა, რომ ვეუბნები რომ აი ამ კლასში მინდა ეს ფაილი, ანუ ამ ფაილს შეხედე. თუ რაღაცა მაგალითი გინდა ტესტის, ამ ფაილს შეხედე. თუ ინტერფეისი მაგინდა ამ ფაილს შეხედე რა. და რაღაცა pointers ვაძლევ, იმიტომ რომ პატარა code base-ში იპოვის რაღაცას რა, მაგრამ დიდში просто დრო დიდ ხანს მოუნდება და ანუ ფლად ბრმად შენს დიდი ხანი დაგჭირდება რა. ასე რომ ზუსტად ისე მივდე როგორც რაღაცა დამწყებ თანამშრომელს რა. რომელსაც ცოტა მეტი ახსნა ჭირდება და თქვა ტასკის scoping-ი რა.
და მე ის წავოდა და გააგზავნებს რა. მაგრამ თუ კოდექს გამოიყენა another plug, და შეხედა როგორ მუშაობს და შეგვიძლია ნახო რა ფაილებს კითხულობს, რას ეძებს, როგორ ეძებს და ეგეც საინტერესო სანახავი არის, იმიტომ რაღაცა მაგის პროცესს, მოდელის პროცესს უფრო ნახულობ რა. და ხვდები რომ ანუ just შენსავით ეძებს ფაილებს და რაღაცა RG კლასის სახელი ფაილებს ჩამოშლით, მე ამ ფაილებს შეხედავს. და იცი ანუ რაღაც თუ ცოტა საინტერესო არის მაგის ყურება რა. რო ინტუიცია გამოგემუშავდეს როგორ მუშაობს. აუ მეგეც საინტერესო ან დღეს დილით ჩააგდო literally გიომ ეს Windsurf-ის CEO-ს ისა და რა თქმა უნდა რატომაც ეს უყურე და მან ეს რაღაც ამბობს რომ I code I am ამაზე რა რომ როგორ აკეთებ ხო ხა კონტექსტ შემოტანასო და ანუ ჩვეულებრივ რაღაცა vector database რაღაც keyword search-ი რაღაც მილიონი სხვადასხვა სტეპი არისო და რითიც იკვრება მე სწორი კონტექსტიო რა ხო და ეხლა ეს ყველაფერი რაღაც ID რო გვაქვს ან extension-ი ან CLI tool-ი თუნდაც რა ეს ყველაფერი guys როგორ ფიქრობთ რაღაც ლოკალურად იქვე რაღაც ინდექსდება ეშვება თუ რაღაცა networks იხმარს ამ პროცესში თუ რანაირად ხდება depends Windsurf-ი როგორ მუშაობს, მაგრამ ახლა ფაილსო წაიკითხავს და API-ში აგზავნის contents ფაილისას ხო ანუ მოდელი შენ ლეპტოპზე რო არ არის კონტექსტი შენ ლეპტოპზე არ რჩება ესე ვთქვათ რა მაგრამ Windsurf-ისა ან კურსორისად ვთქვათ რაქს თუ აკეთებ და სად ინახავს მაგას ალბათ შენ ლეპტოპზე არ ვიცი აზე არა Okay ანუ let's we chat GPT this thing another plug okay ხო ანუ მე გამიგია ეგეთის რომ ბევრი ან მაგალითად კურსორი და რაღაც ID-ები ხშირად იყენებენ არა ანუ embedding-ების მაგივად მაგალითად keyword search რა რაღაც პრინციპებში რაღაც შემთხვევებში ხო ანუ ეგეთი ის არის ხა ბოლო პერიოდში ეგეთი ტრენდი რომ თითქოს ორი სკოლა წარმოიშვა რომ რაც LLM-ს გაეზარდა ძალიან კონტექსტში რომ უკვე რაღაც 4O's აქვს to O4's naming is hard მილიონი ტოკენის კონტექსტი რა და some people are saying რომ okay კონტექსტი და რაგი და შემდეგ is dead იმიტომ რომ მათ შორის benchmark-ების დაიდო O4-თან ერთად რომ ანუ ამ ხელა ძალიან დიდ high stake-ში შეუძლია ნიდლების პოვნა და it's good at that და გრაფების search-ი და რაღაცები და მეორე მხრივ არის იქ მეორე ხალხი რომელიც ამბობს რომ შემდეგ გარღვევა AI-ში და აი შემდეგ level-ზე გადასვლა ამ AI tool-ების მოხდება როცა we figure out how to properly do context რა even for code ეხა დღეს ძირითადად minds ფაქტობრივად just ფაილებს ვაძლევთ როცა რეალურად ყველა კოდი რაღაც მხრივ გრაფი არის რა და ანუ რაღაც შეიძლება რომ LSP-ს ან რაღაც debugger-ის დონეზე კონდეს წვდომა agents და ალბათ ბევრად უფრო მოქნილი იქნებოდა შეიძლება ვიღაც შექმნას სპეციალური VM-ი რომელიც პირდაპირ LLM centered არის რა და just always tweet like your thoughts ანუ reg is dead გამიგია ორი წლის წინას ვერც წლის წინას რა სტარტაპს რო აკეთებთ რომ people are like do you reg or do you fine tune და ანუ okay reg is dead Twitter-ზე რაღაც no I don't know ალბათ აპლიკაციად გააჩნია იმიტომ რომ ანუ ესე blanket თქმა რომ reg is dead because I'm sure there are people რომ რაგში ნახავენ კარგ აპლიკაციას თავისთვის და ვიღაცა fine tuning-ში ნახავს ვიღაცა base model-ში და prompt-ში ნახავს ანუ გააჩნია ალბათ არ მაქვს აზრი მაგაზე. Okay. აუ ძალიან კარგი იყო შენთან საუბარი. დიდი მადლობა უწვიე და ძალიან გასწორ. ავე. მადლობა ძალიან. მადლობა. მადლობა. აჩო.